წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. სამშვიდობის ხუთშაბათია ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე ჩვენ ისევ შევიკრიბეთ პირდაპირ ეთერში სტუდიაში და გეოდებათ მორიგი გადაცემა, რომელსაც უძღვებით ორნი, მე სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს-მკვლევარი ლაშა ჯიქია. მოკლედ ჩვენი გადაცემა სახელწოდებით ოდაბადეშ კინოხონი, კარგი ხანია გადის პირდაპირ ეთერში, უამრავი გადაცემა გვაქვს, დადასტურებული ფაქტებით, ისტორიულად და ასე შემდეგ. ცხადია ვსაუბრობთ ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, წესჩვეულებებზე, მოკლედ მითებზე და ასე შემდეგ. ის რაც დაკავშირებულია სამეგრელოსთან, ჩვენს კუთხესთან, ჩვენს ხალხთან. ასე რომ შეიძლება ზოგადად ვაცოცხლებთ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში. ეს მათთვის მოკლე ანონსი, ვინც პირველად გვისმენს. ჩვენი გადაცემები შეგიძლიათ მოისმინოთ ლაივ რეჟიმში FM 105 და 9 ინტერნეტით რადიო ათინათი წერტელეჯი და ყველა გადაცემა ასევე შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე. ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდება. დროულია დავიწყოთ გადაცემა. საღამოშვიდობის ბატონაშა. საღამოშვიდობის. თქვენ ონჯუაჯგრობუაშ, შენ რადიო მარჩქილებ. მიარე წანემს კოფედა ბრელ თანაფა გოითანუა ღორონთკ. ბრავალს დაესწარით ჯგირობუას გიზელანდ ონჯუა ჯგირობუაშ და თემა გვაქვს ძალიან ისეთი საინტერესო და სხვათა შორის როგორ ვთქვათ საკამათოც კი შეიძლება ითქვას? არა, ნუ მოკლედ გვაქვს ეს ფაქტი რომ ჩვენთან არსებობდა პატარა აღდგომა ჭიჭე თანაფა, ანუ სამეგრელოში ეს დაცულია. ამაში ვერავინ ვერ შეგვედავება, მას მეორენაირად უწოდებდნენ ოსურეფის თანაფას და თუ რა წარმოადგენს ეს თუ რა არის დაკავშირებული ამ დღესთან, ამაზე ვისაუბრებთ. ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა. დიახ, ჩვენ დავანონსეთ წინა გადაცემისას ეს თემა და სხვათა შორის არსად არ ჩანს ოსურეფის თანაფა, ქონდა სამეგრელოში მარტო. მეც მახსოვს, ჩემთან სოფელშიც ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ ასე სიღრმისეულად რატომ დაერკვა ოსურეფის თანაფა? არა და ჩვეულებრივად წესისამებრ არის აღდგომის განახლება. კი ბატონო. თომას კვირა. კი ბატონო, თომას კვირა და შესაბამისად უბრალოდ აქ ჩვენთან მოხდა ძველი ქრისტიანობამდელი ტრადიციის შერწყმა ქრისტიანულ ტრადიციასთან და შესაბამისად ამით გადაიფარა. მაგრამ მაინც აი თავისი პირველი საწყისი რაც იყო თვითონ ამ ტრადიციის ეს მართალია ტრანსფორმირებულია, მაგრამ მაინც ჩანს და ამაზე გვიქნება საუბარი. ანუ ის წარმართული წინარე ქრისტიანული ხანის, რომ ეს ნაყოფიერების ხაღმერთან იყო ეს რიტუალი დამიცხვნილი და შემდგომში უკვე ქრისტიანულმა კულტურამ სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული ჭიჭე თანაფას, სწორედ აი ოსურეფის თანაფა დაარქვა. დიახ, ჭირდება ამის განმარტება ბუნების გასაცვლება ხდება, როცა იღვიძებს, როცა აი ნაყოფიერების სიმბოლო იყო ქალბატონი და შესაბამისად დაკავშირებულია სწორედ ამასთან და ამაზე ვისაუბრებთ. საინტერესოა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს გადაცემა ორი ენაზე, მეგრულად და ქართულად. ჩვენ ვსაუბრობთ მეგრულად, შემდეგ ქართულად და მეგრულ ვერსიას მოსვენ ბატონაშა. კი ბატონო, გონისნებართით. კიფჩიეთ, ჩვენ ამ დღანერ თართევარე, რადიო გინოჩამას, კოპტკუათ, ართი დღარხუშე, ნამუსუთ უძახნა ჭიჭე თანაფას. თოთეს მაჟრანერო უძახნა ხოლო ოსურეფის თანაფას. მურე ასეთენად ეშე კიფჩიაჩკი, დეტალურო, კერძოთ, მარგალუროს თომას ჟაშხაშ, ეკვივალენტურ შანულობად მიღნა ტერმინები, უფალ თანაფა და ჭიჭე თანაფა. მარა კათა თედგახუს ხოლო მიშინან სხვა ჯოხონად ნამუსუთ უძახნა ოსურეფის თანაფას. მუჭო თაშინ ჯვეის სამარგალოს თანაფაშე და ოსურეფის თანაფაშე ბრელ სხვადასხვა თხილე რიტუალ მიღუნა. სოდეთ ქირსიანობა შახიან ელემენტებ ხოლო იძირე. ნამუთ ნაგვიანა ბორჯის ქირსიანობა ქიმიღუდო ახალ თირელ ვარიანტით ტრანსფორმირება გუკეთ. მარგალურ თანაფა მანგოიან თანგუათ შანულენს გოთანაფას უკმილაშე ბარჩხალია დღაშა გინულას. მარა ოინტერესერე მუშენრეთენა ათაშ ათე აჯამურ ბორჯის ტერმინ ქირსე ჩაშა ეულაშ დღახუშა მერცხილი. მუჭოთ ახალ რინაშ გორჩქინა შანულობათიანი ზიტყვა თეშ გემირნუაპტუთენა მუშერე. თანაფაშ დღახუ ჯვეშ კოლხეთის ინწყუაფუთ გიშულიერს. თუთაშ გობშაფაშ დღაზდო მუჭოთ იძირენ თენა მერცხირდუ თუთაშ კულტიცკუმა. თანაფა გოთანაფა მუჭ დუჩეიან ფორმატ შანულენს ახალ დღაშ დაჭყაფოს. ქირსიანულ მეჯინათ მაჩხომერის ქირსე ცაშ ეულად კოჩანას ქიმიაჩ შურის ხებაგდო ღურარჯგინაშ ძალაგდო თენა ხოლო ახალ სიცორცხლეშ დაჭყაფრედო ახალ დღაშ დაჭყაფრე. ათაშ ნამუდა თანაფარე აჯამურ ბორჯის დღარხუ ნამუთ მერცხირდუ თუთა ღორონთის კაბე დღახვიებაცკომა. მუჟამით ხვადუდ მთელ სერიშ გოთანაფა, სერიშ ტახუა თანაფა. თენა ხვადუდ ორთაშ, ცხორცხალ რინელეფიშ გიშაკურცხნაფაშ ბორჯის, გიშულირს. მუჟამით თუთა გიფშაფუთ თიმწკომა. შაშხასერიდო თუთაშ დღას ხვადუდეს დღახვიებათ. ჯავახიშვილი დიდ ჩკინ მენცარი აკადემიკოსი ჩიებ ნამუდა. ართი არ თარ ღორონთიშ თუთაშ ნინალობაშ უგმურთ რიტუალირ დუ სერიშ თანაფა. მერჩქინელერე მუჭოთ თანაფა ჯვეშ აჯამურინაშ ტერმინრე. ნამუთ მუშ
სემანტიკაშ გეშა ქიმი ახალ კაბეთ ქირსეი ცაშ ეულაშ დღარხოქ აჯამუ რიტუაკ მიშელ ქრისტიანულ ოხანრეფიშო და ახალ წამებირება გემშე ღვთეშა მარგალურ ნინაკ დოთხილუათე ჯვეშ ნოსკილეთ გინოჩამა ამთხანერ დღაშა თელარაშ შურდგიმაშ გორჩკინაშ დღა დო ქირსეშ ხურუშე ედგინა ჯვეშ მარგალიშო ართი დო იგივე სემანტიკაშ მატარებერ დო თანაფა მარგალეფშორდო ირფელ ჯგირობუაშ დაჭყავ თანაფაშე ეკოროცხუნდეს ირნელ ორინალ ფაქტეს ათეშენ მარგალებ ტერმინ თანაფას გიმირნუანდეს უმოს ფართო შანულობად ხოლო მაგალითად თქვანდეს თანაფა გუთანთ ანუ ბედნერო გინირთუა თანაფა ქიგუშკირთ მუდგარე მანგარ გლახაკ უბადო ქაღოლუა გემშურ თანაფა ჯგირ გუნება შაქ იგედირთუა და თაშ და ბრელ მუდამიღდა ნარაგად ნამუთ ათაშ თანაფარე გმორნაფილი თანაფას სამარგალოს ჯვეშო თაშ მიახვამანდეს ბრელ წანაშ თანაფას მიარე წანაშ თანაფას სკოპედა ბედნერ თანაფა გოითანუა ღორონდკ უკულ ქორთულ ეკლესიაში გოულათ მიშილ ახალ ფორმაგდო თქვანდეს ქრისტე აღსდგა უგამანდეს მარდი მახარობეც ქირსე გეთანდუ ემეთო გეთან თენა ასე ნამუთუ ხვადეჩკი ათაკი სოციალქსელებსენ და ხელოვნურო ბოლობორჯის თანგილ ფორმარე ვარა ჩვეშო აშ ვეჩიებდეს ასე ქიფჩიათ ოსურეფის თანაფაში ნამუთ სამარგალოს ჭიჭე თანაფაში ჯოხონათ მიშინუანა თახოლო კარკანტიათიძერე ნამუდა თენარე აჯამურ ბორჯიშ ტრადიციაში გესკლადე რიტუალ ნამუთ ქრისტიანულ კულტურაკ ქიმიღუდო ტრანსფორმაცია გუკეთუ ოსურეფის თანაფა მუში ორთად რელიგიურ წყმა ართო ჯარალუა დღახუ ხოლორე ოსურეფის თანაფა ინწყუაფუთ კაბეთ თანაფაშ დღარხუი წორი ჟაშხა დღას სამარგალოს თხილერ ტრადიციებით ოსურეფის თანაფა წოხლენ სერს გაგშაგორუნდეს მუში სისპეტაგე და ადამიანებად გიშარჩქნერ ხანიერ ოსურპატონს პრინციპის თა გიშაგორალ მუთუნ ვარ მუშენ და თეშაღრდუ სამიაროს გიშარჩქნერ ათეჯგუა ავტორიტეტულ ოსურ ადამიანი თე ოსურპატონს კათა ოფუტეშ დიდას ნაგვინა ბოჭის სოფელის დიდას უცახუთ თინახოლე ორაგადერე ნამუდა ათე ოსურ ადამიანებ ჯგირდო ფურ წოხლე აწმავენჯო უნდე სხვა ოსურებს ოფუტეშ დიდა თელსერს გათანუან დოხვამეს ნაგვიანა ბორჯის იზირე მუჭო ნებ მუყე მუშ უდეს რენადო თექ სოხორინელო იხვამანდეს დო თე ოსურ ადამიან ოხვამეს დიაღორონთის ქოთხინით ირკოჩი ჯგროიანას არძანერ უბადე შეთხილუას უსკე ოსურეფის მოხვარას დო სკვალეფის ერჩკინას ცირა სკვალეფის გათხოვა და ჯგრობუას დო თაში მაჟრა დღას იალონშა ახალ ნაჭკვარებით დო ჭითა ხაფილ კვერსხეფით ოფუტეშ მახორო არძახანიშ ოსურ ადამიანებ ოხვამეშა ქიმიშეს ხვამადო წირუაშ უკულ ოფუტეს კაბეთ მინდორ დიშაყარუდეს თენა უმოსო ოხვამეშ ხოლოსდ თაქდი ჭყაფუ ძიცალა ფისხაპუა სოდეთ გათხუალ ცირებ მუნეფიშ ბეჭილ თუმაშა მინდორიშ ბეჭილ პეულებს შეკეთებულ გურგინს დუჩა ქიგედგინდეს ათემ დღას უგმურ ტრადიცია უჩქუდეს ნამუსუ ჯოხოთ მოჭყუდუშ ბურთიშ ოთამა კერძოთ მუჟამით არძო კათა ოფუტეშ მოედან დიშაყარუდესენ თაქი უნანდეს კაბეტი დო ჭიჭე თანაფეფიშ კას მოუნაფილ მოჭყუდუს ნამუსუდ გაგმაწყონდეს სკვამას დო მოკვანწის გაგშეუნანდეს თაქი ჭიჭე ემაღალია კანს ქეგიორნუანდეს დო ხეს კიდაკნუანდეს ვარჩხილის ფარებით აკოკირი ბურთის ოჭიშ თინაფილო ათე ბურთის მოჭყუდ გეჭოფუნდუ დო უკახლე გეგნაათანთ მიდგავარდუო თეჭოფუნდუნ თინა თიმწანას მანგარი იღბალუანო იკოროცხუდ მუშენდა კათაშ მერჩკინათ თეწანა თიშ ბედნერება დო წიმოძინა წანა იუაფუ ცერემონიალის თებაში უკულ ოსურ ადამიანებს ზოხო მუნეფშო გიმონწყილ ტაბაკის კმკოსო ჯუდეს დო ჯგირო ქართუავდეს თიმ დღას მითინ ხომოკოჩეს ვაუღუ დალობა თნებ თედგას მუთუნ ქიგიეძახო კოვარ და ქიგიორაგადუკონ სამაგალოს ხოლო არ ტრადიციერ თხილერ ოსურეფის თანაფაშო სპეციალურო ჭითაღვინ ჩუანდეს დო ხვალე ათემ დღას ონჭყანდეს გიოხე მუჭოთ ათე ოსურეფის თანაფაშ დღარხუს ბრელ ჯვეშ აჯამურ ბოჯის ნოსკილედე ფრეთხილერ თენა ჩქინ მერჩქინათრე ოფაშ ოფიერებაშ ღორონთიშ მათხილე დიდაშ პატიცემად მონწყილ რიტუალ თენა ხვადუ თიმ ბოჯის მუჟამით ორთაი კურცხინუანს ოსურ ადამიანებ ხოლო მუჭო ოფიერებაშ სიმბოლო თეშრე გუმოხანტილ თაკი თე რიტუაკ ნაგვენა ბოჯის თირელ ვარიაციად გენირთ ქრისტიანულო მარა მუს სამიარო ხასიათ იშენ ვადინო სხვათა შორის ძალიან საინტერესო გადაცემაა და ხაზი მინდა გავუსვა დროულიც ამ კვირაში ეს გადაცემა იმიტომ რომ მოდის ახლა კვირა და მოკლედ არის ეს თემა საკამათო რომ არსად არ ჩანს ეს მარტო სამეგრელოშია და ამიტომ რომ ცხადი იყოს ძალიან კარგია რომ სწორედ ამ კვირაში დავამთხოვეთ და გავაკეთეთ ეს გადაცემა მე პირადად პირველად მესმის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი პირველად მოისმენს ამას ჩვენგან და ამიტომ არის მნიშვნელოვანი და კარგი ეს გადაცემა ასე არის ბატალაში იმიტომ რომ ის რაც მივიწყებულია ის რაც გადმოცემით ვიცით და გააკურით გაგვიგონია და ძირფესვიანად და შინაარსი და ზოგადად რატომ გვიჩნდება მაინც კითხვა აი ამიტომ ხალხო აი ამიტომ ასე რომ
თუ გაინტერესებთ, ცხადია, მე არავის არ ვაძალებ და ჩვენ არ ვაძალებთ. უბრალოდ მოგიწოდეთ, თუ გაინტერესებთ მსგავსი თემები და ეს გადაცემა, იცოდეთ რომ ყოველ ხუთშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემებია, ერთი მეორეზე საინტერესო და დადასტურებული ასევე ფაქტებით. ჩვენ გადამოწმებულ ინფორმაციას გიზიაროთ პირდაპირ ეთერში, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ. მოკლედ ოსურეფის თანაფა მუშენ ჯოხოთ ეს. გასაგებია. ანუ თვითონ ეს ხაზი მინდა გაუსვა, რომ სამწუხაროდ ამ თემასთან მიმართებაში მაინც და მაინც ბევრი სამეცნიერო კვლევა ვერ მოვიძიე. თვითონ მე ვინაიდან როგორ ჩანს, რა ვიცი, ჩემთვის უცნობია. შეიძლება ვიღაცამ იმუშავა, მაგრამ ვერ მოვიძიე და აი ეს უფრო ფაქტიურად დამოუკიდებელი მუშაობით აი ჩანაწერებით, იმიტომ ამიტომაც სუბიექტურობისგან ხო რაღაცა ისეთი ცოტა შორს არის რეალობისგან, მაგრამ ფაქტია რომ იყო და არსებობდა. მაგრამ ეს ფაქტები დადასტურებულია. რამოდენიმე ის თვითონ მოჭყუდოში ფურთის გნოთამ ეს ფაქტი დადასტურებულია, დოკუმენტირებულიც არის და ასე შემდეგ. მოკლედ და თვითონ ეს ოსურეფის ჭიჭე თანაფა რო არსებობდა, ეს დღესაც კი არის შემორჩენილი და ეს ამას წყალი არ გაუვა და ვერავინ ვერ შემოგვედავება ამაში. მაგრამ შეიძლება რაღაცა ნიუანსებში სუბიექტურიც ვიყოთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, როცა თემას ეხო და ამაზე ვსაუბრობ ჩვენ. ეგ არის ჩვენი მოვალეობა, რომ ის რაც მივიწყებული იყო, რაზეც მოგვიპოვება მასალები და გვსმენია და წინაპრებისგან გაგვიგონია, განვორცოთ პირდაპირ ეთერში და გავცეთ კითხვის პასუხი რატომ და საიდან. აბა როგორ ჟღერს ეს ყველაფერი ქართულად მეტი სიცხადისთვის. კი ბატონო, მეტი სიცხადისთვის ჩვენ მშვენიერ სახელმწიფო ენაზე, ქართულ ენაზე ვიტყვი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ოსურეფის თანაფა, იგივე ჭიჭე თანაფა. კერძოდ თომას კვირის აღნიშნულად მეგრულში დასტურდება უფალთანაფა და ჭიჭე თანაფა, ზედმიწევნით პატარა აღდგომა. მაგრამ ხალხში მას ასევე ოსურეფის თანაფას უწოდებენ. ზოგადად თანაფა აღდგომასთან და ოსურეფის თანაფასთან დაკავშირებით ძველ სამეგრელოში არაერთი რიტუალი იყო დაცული. სადაც ჩანს წინარე ქრისტიანული ტრადიციები, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანობის დიდ საუფლო დღესასწაულს შეერწყა და ახალი სახევარიაცით დამკვიდრდა. მეგრული თანაფა პირდაპირ მნიშვნელობით ქართულად ნიშნავს თენებას, ესე იგი თანაფა, გოთანაფა, თენება. მაგრამ საინტერესოა, რატომ უკავშირდება წარმართული თანაფა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, როგორც სიცოცხლის გაჩენას. თანაფას დღესასწაული ხდებოდა გაზაფხულს, მთვარის ავსების, გავსების დღეს და თანაფას დღესასწაული ძველ კოლხეთში უკავშირდებოდა მთვარის კუც. თანაფა, თენება, გათენება გულისხმობს ახალი დღის დასაწყისს. ქრისტიანული გაგებით კი მაცხოვრის აღდგომით კაცობრიობას მიეცა განახლების საშუალება. ამდენად თანაფა წარმართული დღესასწაულია. კერძოდ მთვარის ღვთაებისადმი მისული დიდი ზეიმი, როდესაც ხდებოდა მთელი ღამის გათენება, ღამის თევა, თანაფა. ეს ხდებოდა ბუნების, ცოცხალი არსების გამოღვიძების დროს, გაზაფხულზე, როცა მთვარე გაივსებოდა. მთვარიან ღამეში კვირა ღამით, ორშაბათს, მთვარის დღეს, თუთაშხა დღას ხდებოდნენ ზეიმით. ქართულ თქმულებებზე და რიტუალებზე დაკვირვებით ივანე ჯავახიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღვთაების მთვარისათვის გაწეული სამსახური გახდათ ღამის თევა. თანაფა ძველი წარმართული ტერმინია, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე შესიცხორცხა აღდგომის ტრადიცია. წარმართული რიტუალი შევიდა ქრისტიანულ სალოცავებში და ახალი რწმენა შეიტანა, მაგრამ მეგრულმა ენამ მაინც შეინარჩუნა ძველი რელიექტები. შინაარსობრივად სიცოცხლის გაჩენის დღე და ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გარკვეულწილად უტოლდება ერთმანეთს. თანაფა მეგრელებში ფაქტიურად წლის დასაწყისსაც კი ითვლებოდა. გლეხები მოვლენებს აღრიცხავდნენ აღდგომიდან აღდგომამდე. ამიტომაც თანაფა გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა, მაგალითად როგორიც არის თანაფა გუთანთ, ანუ ბედნიერება ეწვია. თანაფაში გეშკირატა, აღდგომის ჩამწარება, რაღაც დიდი უბედურების დაატყდომა თავს. გემშურ თანაფა, ანუ გუნებაზე მოვიდა, გაიხარა, სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. გოთანაფ თანაფა, ანუ ბედნიერებას წვევია და ასე შემდეგ. აღდგომას სამეგრელოში ერთმანეთს ასე ულოცავდნენ. ბრელწანაშ თანაფას, მიარე წანეფის თანაფას, ანუ ზედმიწევნით მრავალი წლის აღდგომას. ბედნიერ თანაფა გოითანუან ხორონთქ, ზედმიწევნით ბედნიერი აღდგომა გაგეთონოთ ღმერთმა. შედარებით გვიან საეკლესიო წესის გავლენით მეგრელებიც ერთმანეთს ეუბნებოდნენ ქრისტე აღსკა, რასაც პასუხობდნენ მარდი მახარობელს, ანუ მადლი მახარობელსო. რაც შეეხება დღეს თითქოს და გავრცელებულ ფორმას, ქირსე გეთანთ, ემეთო გეთანთ, ეს ხელოვნურად მიღებული ფორმაა და პირდაპირ თარგმნილია ქართულიდან ქრისტე აღსკა, ჭეშმარიტად აღსკა. თორემ ძველად ასე არ საუბრობდნენ ჩვენი წინაპრები. ახლა კი ვისაუბროთ ოსურეფის თანაფაზე, რომელიც სამეგრელოში ასევე ჭიჭე თანაფას სახელითაც მოიხსენიება. აშკარაა, რომ აქაც წარმართული ტრადიციების გადმონაშთები ჩანს, რომელიც ქრისტიანულმა კულტურამ მიიღო და ტრანსფორმაცია განაცდევინა. ოსურეფის თანაფა თავისი ბუნებით რელიგიურთან ერთად გახდა სახალხო დღესასწაულის. მას საეკლესიო აღიარება თითქოს და არასოდეს მოუპოვებია. უბრალოდ გადაიფარა თომას აღდგომასთან დაკავშირებული რიტუალით. ოსურეფის თანაფა ეწყობოდა აღდგომის დიდი საუფლო დღესასწაულის მომდევნო კვირას. სამეგრელოში დაცული ტრადიციის მიხედვით დღესასწაულის წინა დღეს ამოირჩევდნენ სათნოებით და პატიოსტებით განთმულ ასაკოვან ქალბატონს, თუმცა მას დიდი ამორჩევაც არ ჭირდებოდა, ვინაიდან საზოგადოებას ასეთი ქალბატონები ისედაც ყავდა გამორჩეული, რომელსაც ოფუტეშ დიდას ეძახდნენ. მოგვიანებით გაშდა ტერმინი სოფლის დიდა, რაც ნიშნავს სოფლის დედას. ტრადიციისამე ოფუტეშ დიდა მთელს ღამეს მახლობდა
რომ მდებარე სამლოცველოში დარჩებოდა. გვიან პერიოდში საკუთარ სახლში ცალკე დაიწყებდა ლოცვას. და მთელი ღამის ლოცვით დედაღვთისმშობელს სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობას და უბედურებისგან განრიდებასთან ერთად ქალების ნაყოფიერებას, ასულების გათხოვებას და მფარველობას შესთხოვდა. მეორე დღეს დილა ადრიან ახალგამომცხარი კვერები და წითლად შეღებილი კვერცხებით სოფლმწოვანი ქალბატონები და ქალიშვილები ეკლესიასთან გამოვიდოდნენ. ანუ ასაკობრივი ზღვარიც არ იყო, ყველა ქალბატონი და ქალიშვილი გამოვიდოდა. დილის ლოცვისა და სამღვთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგ სოფლის მოედანზე იმართებოდა ცეკვა თამაშოები, სადაც გასათხოვარი ქალიშვილები მინდვრის ყვავილებისგან დაწნული თაიგული წრიულ გვირგვინს თავზე გაიკეთებდნენ. ყველა გულის ფანცხალით ელოდებოდა სოფლის პატარძლის გამოჩენას. ვინაიდან ამ დღეს განუყოფელი ტრადიცია იყო შემდეგი რიტუალი, რომელსაც მოჭყუდუშ ბურთის ოთამას, პატარძლის ბურთის გადაგდებას უწოდებდნენ. კერძოდ ხალხი გასართობად სოფლის მოედანზე შეიკრიბებოდა, სადაც ორ აღდგომას შორის ყველაზე ბოლოს მოყვანილ პატარძას საგანგებოდ საზეიმოდ მორთავდნენ. მორთულ მოკასმულ პატარძას შემაღლებულ ადგილას აიყვანენ და ხელში ვესხის ფულების შემოკლულ პატარა ბურთს დააკავებდნენ. ზურგ შექცეულ პატარძას ეს ბურთი იქ შეკრებილი ხალხის მიმართულებით უნდა გადაეგდო. ვინც ამ ბურთს დაიჭერდა, მას ფულით დაასაჩუქრებდნენ და მიიჩნეოდა, რომ ის ამ წელს ძალიან ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა. ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ქალები სპეციალურად მხოლოდ მანდილოსნებისთვის გამართულ საზეიმო სუფრას შემოუცდებოდნენ. პირველ რიგში ამ დღისთვის საგანგებოდ შეღებულ კვერცხებს ერთმანეთს დაურტყამდნენ. ხინი არც თუ ისე დიდხანს გრძელდებოდა, მაქსიმუმ 3 საათი თუ გასტანდა. საინტერესოა, რომ ოსურების თანაფას დღისთვის სპეციალურად წითელ ვინოს ინახავდნენ და ქალბატონებს მხოლოდ მას მიირთმევდნენ. აშკარა რომ ამ ტრადიციებში ჩანს წინარე ქრისტიანული ნაყოფიერების ღვთაების, დიდი დედის ღვთაების საპატივცემლოდ მოწყობილი რიტუალების გამონაშთები, რომელიც მოგვიანო პერიოდში ქრისტიანულ დღესასწაულს შეერწყა, მაგრამ თავისი სახალხო ხასიათი მაინც შეინარჩუნა. ძალიან საინტერესოა, აშკარად უფრო ნაცვლად ჩანს ქართულ ვერსიაში. ცხადია, ყველაფერი უფრო მარტივად აღსაქმნელად და მიხარია რომ ამ თემას შევეხეთ და განვარტეთ და ჩავშალეთ, ასე შეიძლება ითქვას. მოკლედ ძალიან მომწონს გადაცემების ეს ასე ვთქვათ ციკლი და სერია. ძალიან საინტერესოა ერთი მეორეზე უფრო. მე კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით ცხადია ვერ გავაკეთებთ, ფაქტია, არის ფაქტი დადასტურებული, იყო მსგავსი რამ არსებობდა და სწორედ თემატურად, რადგან აი ამ კვირას მოდის სწორედ ეს დღესასწაული, ჩავთვალეთ საჭიროდ რომ გაგვიზიარებინა თქვენთვის და მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა, რასაც ემსახურება ჩვენი გადაცემა. ბატონლაშა, რას ვაკეთებთ იქით ხუთი? ხო, მე ვიფიქრე, თქვათ დღეს წაჩხურობა გილოცავთ, მოკლედ და ხო არ ვისაუბროთ მეთქი წაჩხურობაზე, მაგრამ ვინაიდან ბმარო იქნეს, ძალიან საინტერესოა უთუ თაშხური იყო ასეთი რიტუალი. ანუ მოყვებოდა სწორედ ამ პატარა აღდგომას. ანუ თომას კვირას ხო, მსგავსი თემა. მე და თქვენ არ გავიკეთებთ. არა, ჩვენ არ თაშხა ბედნერი. ასეთი ის არის, ანუ ღამისთევი ზუსტად ამის გაგრძელება სემანტიკურად და დიახ, ეხლა ზოგადად დღესასწაულებს სულ დღე-დღეზე ვერ დავამთხოთ, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ გვაქვს ეს გადაცემა და წაჩხურობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ტრადიცია. სხვა დროს გავაკეთებთ. არ იქნება და თუ უთუ თაშხურზე ვისაუბროთ, ანუ თუ თაშხა ბედნერზე, რა რიტუალი იყო დაკავშირებული, რატო ხდებოდა ეს, სამეგრელოშია დაცული და შესაბამისად მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელებისთვის. ცხადია. მადლობა საინტერესო გადაცემებისთვის, ასეთი იყო დღევანდელი საღამო. მადლობა რომ გვისმენთ. ჩვენი ყველა გადაცემა მოისმინეთ FM-ზე 105 და 9, ინტერნეტ რადიო ათინეთი წერტილში და ნახეთ ამავე მისამართზე ვებგვერდზე, Facebook გვერდზე რადიო ათინეთი და YouTube-ზე. მარტივად ჩაწევთ გადაცემის სახელწოდებას, ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდება. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონლაშა თქვენ საინტერესო გადაცემების ციკლისთვის. მე სოფიო ხუციშვილი გახდით, მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, ჯგირო ზოჯუნდათ. პირველ რიგში მადლობა ბატონ სოფიო თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და რადიო ათინაც. დიდი მადლობა რადიო მსმენელებო, რომ უკვე ფაქტურად ჩვენი აუდიტორია ყავს, ეს ძალიან კარგია, გამოხმაურებიდან ჩანს და უკვე გრძნობთ იმ კეთილგანწყობას და დადებით ემოციებს და გისურვებთ წარმატებებს, ღორონთ გმიარე თანაფა გორთანავდან ბედნერო ქოოფედად მარტი მახარობელს. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.